მოგესალმებით. დღეს გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და ყველაზე ექსკლუზიურ ინტერნეტ ინტერვიუს. ის ადამიანები, რომლებიც ერთგულად ადევნებენ თვალყურს ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთ საუკეთესო გადაცემა სამნი და კოს, ალბათ იცნობთ და მოგენატრად კიდეც. არსება, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვხვდებოდა თვალში და რომელიც ალამაზებდა ქართულ ტელეეთერს. რა თქმა უნდა, შალვა რამიშვილის ჟირავიკზე მოგახსენებთ. დღეს სწორედ ამ მონატრებულ პერსონაჟთან გვაქვს ინტერვიუ, რომელიც უცებ გაქრა ქართული ტელესივრციდან და საინტერესოა, რატომ და რა გეგმები აქვს მას. დღეს გთავაზობთ სწორედ ამ ინტერვიუს. დღეს ვუსმენთ მას. გახდა თუ არა ისიც თავიდან მოშორების ოპერაციის ერთ-ერთი მსხვერპლი. ამას დღეს გავიგებთ. და მე მინდა პირველი შეკითხვით მივმართოთ ჩემს სტუმარს. გამარჯობა. თქვენ ყველაზე ახლოს იყავით შალვა რამიშვილთან. რა თქმა უნდა, ხა ბაჩოს და გურის ართული ისინი მაინც ადამიანები არიან და თავისთავად ისინი ბევრად უფრო ახლოს არიან, მათ რაღაცა გარკვეული სულიერი კავშირი საერთოდ ერთმანეთთან, მაგრამ თქვენ აი როგორც არსება, როგორც რაღაცა ფიზიკური წარმონაქმნი თავისთავად ცხადია ძალიან ახლოს იყავით ბატონ შალვასთან და განსაკუთრებით მის ტვინთან და იქნება გვითხრათ, გაგვიმხილოთ, ჩაგვახედოთ აი ამ საოცარში და სამზარეულოში, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღე ქართულ ტელეეთერებზე და რა იხარშება ამ სამზარეულოში, როგორ იხარშება ისეთი იდეები, როგორიც არის მაგალითად სამნი და კო დიდი გადაცემა ნათია ბერიძის ჟურნალისტად ქცევა. უამრავი გენიალური იდეა, რომელიც ბატონ შალვას მოსვლია. დღეს ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ და თქვენც გაგცემთ პასუხს. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მე დარწმუნებული ვარ, რომ შესანიშნავი საუბარი გამოგვივა. კარგით. მაშინ მოდით მე ცოტა ეხა რაღაც ისეთი ემოციური გადაცემა რომ არ გამოგვივიდეს, უფრო კონცენტრირდები და დავიწყებ პოლიტიკური შეკითხვებიდან. და მაინტერესებს, აი თქვენ დიდი ხნის განმავლობაში იყავით ბატონი შალვას თავზე წარმოდგენილი, ეთერში ძალიან ხშირად გხედავდით თავისთავად. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მაყურებელს თქვენ ალბათ მოანატრეთ თავი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებლების არმია გამოგვეხმაურება ამ ვიდეოზე და ისინი აუცილებლად გვეტყვიან იმას თუ როგორ მოენატრეთ. და მე მინდა ერთი რაღაცა კითხოთ, აი ეს თქვენი თავიდან მოშორება, როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით, ხომ არ უკავშირდება აი ამ ბოლოდროინდელ რაღაცა წმენდას, რომ თითქოს აი თქვა თქვენ რადგან ჟირავიკი ბრძანდებით ერთგვარად შეიძლება ვიღაცას აღიქვით როგორც სიმბოლო, როგორც ესეთი ფუფუნებისა. რა სიტყვით ამაზე? იცით არა, მე ამ პროვოკაციულ შეკითხვას პასუხს ვერ გავცემ, ძალიან დიდ ბოდიშს ვეხდი, მე ამ პროვოკაციულ შეკითხვას პასუხს ვერ გავცემ, ეს გამორიცხულია. არა, როგორ გეკეთებათ, მე არანაირი პროვოკაცია, უბრალოდ მე იცით რა მაინტერესებს, თქვენ ხომ არ თulit რომ ის თქვენი თავიდან მოშორების ოპერაცია, რომელიც ამ შემთხვევაში ქირურგიული ოპერაცია იყო თავისთავად, ხომ არ იყო აი ამ ოპერაციასაც ხომ არ ხელმძღვანელობდნენ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე. მე ამ ინფორმაციას ვერც უარყოფ და ვერც დავადასტურებ. გასაგებია. ანუ თქვენ მაინც არ უარყოფთ იმას, რომ ეს შეიძლება გარკვეული შიდა ბრძოლების მიზეზი ყოფილიყო თქვენი თავიდან მოშორება. მე ვიტყოდი, რომ უფრო შინაგანი ბრძოლების ბრალი არის, დიახ. კარგით, მაშინ იცით რა არის, გადავიდეთ ჩვენ უფრო უშუალოდ ესე თქვათ ურთიერთობების თემაზე, იმიტომ რომ გასაგებია რომ თქვენ არ გინდათ პოლიტიკურ თემებზე საუბარი. მე მაინტერესებს და მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ეხა ბატონი შალვას მიმართ დღევანდელ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არის. თავისთავად ცხადია, ზოგს ის მოსწონს, ზოგს ძალიან მოსწონს და მე უბრალოდ აი მინდა რომ გკითხოთ თქვენ რას ეტყოდით საზოგადოებას მის შესახებ? რა არ ვიცით ჩვენ ბატონი შალვას შესახებ. მე ზოგადად ბატონ შალვას დავახასიათებდი როგორც შესანიშნავ მენეჯერს. მე დიდი ხანი მომიწია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მის ტვინთან ახლოს მდებარეობა და შესაბამისად ძალიან
აღფრთოვანებული ვიყავი ამით მე საერთოდ მიკვირს რატომ არ არის აქამდე ბატონი შალვა ისეთ თემდებაზე როგორც არის პრემიერ-მინისტრი მაგალითად მაგრამ რას ვიზამთ ეს ხდება ხოლმე ამ ქვეყანაში მხოლოდ ესეთი კორუფციულად მიდრეკილ ადამიანებს აფასებენ და იმათ უშვებენ ხოლმე ადმიერებათ არა ვხუბრობ რა თქმა უნდა ეს როგორი რაღაცა არის თქვენ არ გეგუროთ რომ ეს რაღაცა ბატონი შალვას გაბიები ფიქრები შიდა ფიქრები არის ხოლმე ხან მე ის როგორი არის მე ამომიღეს ბატონი შალვას თავის ქალისგან მე ნაციონალები დამიკავშირდნენ და რაღაცა ცოტა გონება ამირიეს და მაგის ბრალი არის რომ ეხლა რაღაცეები ცოტა უაზრობები ვილაპარაკე მაგრამ ზოგადად ჩვენ ძალიან კარგი სიტუაცია გვაქვს გუნდში და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იქნება რა თქმა უნდა და იცით მე რა მაინტერესებს ანუ თქვენ ხა ზოგადად თქვენ ესეთი ახლო პოზიციიდან ასე უცებ გაქრით, ხო? თავისთავად ეს ქირურგიული ჩარევა და შემდეგ უკვე აი ამ რაღაცნაირი როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ჭრილობების მოშუშება გარკვეულწილად მტკივნეული იქნებოდა როგორც თქვენთვის, ასევე მისთვის და მე მაინტერესებს, ანუ აი ეს არ აისახა თქვენს ურთიერთობაზე? ბატონი შალვა ძალიან კარგი ადამიანია. მე ძალიან კარგად მესმის რომ მას მოუწია ჩემთან განშორება მაგრამ ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ დიახ ის არის ვიწყებს ეს რა თქმა უნდა საჯაროდ ვერ გამოთქვამს თავის მხარდაჭერას ჩემს მიმართ მაგრამ მუდმივ კონტაქტზე არის ჩემთან დიახ გასაგებია ეხა ჩვენ რადგან ესეთი ცოტა პოზიტიურ ტალღაზე ვართ გადმოსულები მე მაინც გავკადნიერდები და შემოგბედავთ ცოტა ისეთ შეკითხვას რომელიც ცოტა არასასიამოვნო იყოს მაგრამ ჩვენ ჟურნალისტები ვართ ეს ჩვენი მოვალეობა არის ხანდახან არაკომფორტული შეკითხვებიც უნდა დავსვათ და აი მე მაინტერესებს გაისმა ჭორები რომ თქვენ ბატონმა შალვამ თავიდან კი არ მოგიშორათ არამედ ეს იყო რაღაცნაირი გარკვეული ფარსი რაღაცა ისეთი ოპერაცია ბორატენებს რომ უპასუხოთ რა თქმა უნდა და შესაბამისად მას შემდეგ რაც თქვენ თავიდან მოგიშორათ თელი ბიზნესები რომელიც მას გადაჩქმალული ჰქონდა თქვენზე გადმოაფორმა თუმცა რა თქმა უნდა ეხა ეს გარკვეული ჭორებია იმიტომ რომ არანაირ ბიზნესებზე ზოგადად ისეთი აქამდე საუბარი არ ყოფილა მაგრამ თითქოს აი რაღაცა ბოროტი ხმები დაირხა ეს ბოლო რაღაც მოძრაობები რომლებიც იყო გუნდში ყოფილი გუნდის წევრებთან დაკავშირებით აი იქ თქვენ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით არა როგორ გეკადრებათ ახლა ჩემზე რანაირად გადმოაფორმებდა ბატონი შალვა რა მე ბიზნესი ეს ხო გამორიცხულია როგორ მე არ მაქვს როგორც ესეთი არ ვარსებობ იურიდიულად ხვდებით მე უბრალოდ ესეთი მეტაფიზიკური წარმონაქმნი ვარ, რომელიც წარმოადგენს შეიძლება ითქვას ქართველი ერის სინდისის გარკვეულ ნაწილსაც და შესაბამისად ეხა თქვენ თუ იმას იტყვით რომ ქართველი ერის სინდისი რაღაცნაირად გასვრილია მაშასადამი კორუფციაში, მაშინ მე თქვენთან სალაპარაკო საერთოდ აღარაფერი აღარ მაქვს. რომ სისულელეს მელაპარაკებით, როგორ გეკადრებათ? არა, არ არსებული თემაა ეს. კარგი, გასაგებია, ეხლა მაშინ ჩვენ იცით რა არის, მე მაინც მინდოდა რომ რა თქმა უნდა ჩვენ ხშირად გვაბრალებენ ხოლმე რომ რაღაცა გარკვეული არაობიექტურობა გვამოძრავებს ან რაღაც ფავორიტიზმს მივმართავთ ხოლმე, მაგრამ მე მაინც მინდოდა მეჩვენებინა საზოგადოებისთვის რომ ჩვენ ყოველთვის ობიექტურად ვაშუქებთ აბსოლუტურად ყველაფერს. უბრალოდ მაშინ რაღაცა პოზიტიურ თემებზე რომ დავასრულოთ საუბარი და თქვენ რო გითხრათ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ, იმიტომ რომ მე როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, თქვენ ძალიან მოენატრეთ მაყურებელს და სადმე გიხილავთ თუ არა. აი ქართულ სივრცეში მაინც რაღაცნაირად თქვენ აღნიშნეთ რომ საქართველოს ქართველი არის სინდისივით ხართ, ან სინდისი როგორც ესეთი და რა იქნება, რას ველოდოთ თქვენგან? მე იცით რა არის, მე შემომთავაზეს რომ ყოფილიყავი ელჩი მექსიკაში, მაგრამ მე არ დავთანხმდი. არის შემოთავაზება ასევე რომ მე რადიო იმედში დავიწყო რაღაც გადაცემა, მაგრამ იცით რა არის, მე უფრო მგონია რომ პოზიტივი ბევრად უფრო შეეფერება ჩემს ნიჭებსა და უნარებს. იცით რა არის, სამნი და კო პიესის
რაღაცა რუბრიკაც შეიძლება გავაკეთო. არ ვიცი, ამაზე ვფიქრობ ეხლა და ალბათ დაგიბრუნდები. შეიძლება რაღაცა ბლოგები გავაკეთოთ მე და ნიკუშა მარქსმა ერთად, არ ვიცი, არ არის გამორიცხული არც ეს. ნახოთ რა იქნება. ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა ამ შესანიშნავი ინტერვიუსთვის. ეს იყო ფანტასტიკური შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებელი დააფასებს. თქვენ ბოლოს და ბოლოს ისევ გამოჩნდით ქართულ ტელესივრცეში, ამ შემთხვევაში ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ მაინც და გელოდებით, აუცილებლად ველოდებით თქვენს ახალ პროექტებს, თქვენს ახალ იდეებს, თქვენს ახალ შემართებას და ძალიან გვიხარია, რა თქმა უნდა, მე გავკადნიერდები და თავისუფლებას მივცემ, რომ ჩემი მაყურებლის სახელით მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, როგორც სამნიდაკოს ერთ-ერთ შემოქმედს და ადამიანს, რომელიც და არსებას, რომელიც აუცილებლად გააგრძელებს ამ ტრადიციას ქართულ ტელეეთერში. დიდი მადლობა. კარგად გრძანდებოდეთ და უდიდეს წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა.